დავასრულეთ ბიძინა ივანიშვილზე საუბარი, არ დავასრულეთ. აჭარასა და გურიაში ბიძინა ივანიშვილს ძალით გადაჰყავს ეზოში 100-წლოვანი ხეები, მაგრამ არსებობს საქართველოში ადგილი, სადაც მილიარდერი თვითონ მიდის ხეებთან. აბას თუმანი. იქ სადაც ოდესღაც ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანები მკურნალობდნენ, ახლა ივანიშვილი 64-ს იშენებს. თუ რამე გამორჩეული და ღირებული ადგილი იყო ამ კურორტზე, ყველაფერი მას აქვს უკვე ნაყიდი. იქ უკვე თავისი სახლიც აქვს ჩადგმული. გადაცემის დასაწყისში მე ვახსენე ქართული ოცნების თავმჯდომარის სულიერი ჯანმრთელობა. ახლა ნახავთ, როგორ ზრუნავს ის თავის ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. ივანიშვილი იცილებს თავიდან ყველაფერს, რამაც შეიძლება მისი ფილტვები დააბინძუროს. გადამდები ტუბერკულოზით დაავადებული სახიფათო პაციენტები უკვე განდევნილები არიან ტერიტორიიდან, როგორც გითხარით. ცნობილი საავადმყოფო ბიძინამ იყიდა და შენობას უკვე ანგრევენ. ამასაც ნახავთ. პაციენტებისთვის თითქოს აშენებენ ახალ კლინიკას, სადღაც ნახევრად შიშველ კლდეზე, ტრასასთან, ოღონდ. რამე არ შეგეშალოთ. დაავადებული ადამიანები ვერც იქ მოხვდებიან. ეს კლინიკა უკვე განკურნებული პაციენტებისთვის არის, რომლებსაც მხოლოდ რეაბილიტაცია სჭირდებათ. ჰარის დაბინძურების კიდევ ერთი მთავარი წყარო მსოფლიოში რა არის? რა თქმა უნდა, ავტომობილები. ამიტომ აბას თუმანში ივანიშვილი რომ მორჩება შენებას, ვეღარც საწვავიანი მანქანები ივლიან. იქ მხოლოდ ელექტრომობილებისთვის იქნება ნებადართული შესვლა. ასე იცოცხლებს დიდხანს და ბედნიერად ბატონი ბიძინა. და მასთან ერთად აბასთუმნელები და თქვენს დატკბებით ამ ლამაზი ცხოვრებით, რომელიც თქვენ ოცნებების ამსრულებელმა მილიარდერმა გაჩუქათ. აგვისტოდა და ინტენსიურად მიდის მუშაობა. სახლიც თქვენს მეზობლად თაიშენა, ხო? აქ არა აქვს სახლი? ხო. გიგანტური ხეების მოყვარული კაცი აჭარის, იმერეთისა და თბილისის შემდეგ სამცხე ჯავახეთშიც გამოჩნდა. ამ უღრან ტყეში სახლი ააშენა, რომელსაც ვერ მიუახლოვდები. ამ ღელეზეც თავისუფლად ვეღარ გადაივლი, რადგან მდინარე ბიძინა ივანიშვილის ეზოში მიედინება. ეს გზაც ბიძინა ივანიშვილის არის? აი ეს მოაყენია გაზის სოჭი. ხო. აი მაგის იქიდან შეგიძლიათ გადაიღოთ რა. ანუ გაზის მრიცხველიდან უკვე მისია ყველაფერი? აქეთ უკვე კერძო საკუთრება, ეგ გასცნეს ეგრე გითხრას. კარგი ჩემო ბატონო, გადავალთ. გამო, ვისი აბას თუმანი, ხალხის თუ ივანიშვილის? ჯერ არის არაფერი არ არის. აბას თუმანში, სადაც არ უნდა დადგე დაინახავ, როგორ ინტენსიურად თხრიან, ბეტონს დღვებენ და აშენებენ ყველაფერს, რაც ოლიგარქს უნდა. სანამ მოგიყვებით ვისია აბას თუმანი, დაუბრუნდეთ დიდ მწვანე სახლს. მის გარშემო ამ წიწვოვან ტყეში 2019 წლის იანვარში მიწის 5 ნაკვეთი გასხვისდა. საჯარო რეესტრის მიხედვით მიწები შპს ემირალდის ეკუთვნის. ემირალდის 100%-იან წილს კი ქართულ ჯგუფი ფლობს. პოსტსკრიპტუმის კამერის გამოჩენისთანავე აბას თუმანში ეს შავი ჯიპიც გამოჩნდა, რომელსაც ამ რეპორტაჟში კიდევ ბევრჯერ ნახავთ. სახლი ტყეში, ტყე სახლში. ხეობას ზემოთ აუყვებით თუ ქვემოთ, ყველგან ნახავ ადგილს, რომელიც ჯგუფ ქართულს ეკუთვნის. ივანიშვილის სახლის მეზობლად დაახლოებით 300 მეტრში ყოფილ საავადმყოფო, სადაც ტუბერკულოზით დაავადებულები მკურნალობდნენ, უკვე შლის მძიმე ტექნიკა. აქ ივანიშვილი სასტუმროს ააშენებს. საავადმყოფოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ადგილობრივებთან შეთანხმებად შედგა. მათ ამ საცხოვრებელ კორპუსში შეასახლებს. ბოლოს რა მოხდება? როდის დაიწყო ეს ინტენსიური მშენებლობა დაბის? აი ეს ივანიშვილი რომ მოვიდა მაშინ. ბოლო რამდენიმე თვეა? ორაი ჯერ ზამთარიც არის. და რა ხდება, რა ჯერ არაფერი არ არის. კი, გასაკეთებელი კი იყო, მაგრამ აბას თუმანი პატრონი გჭირდებოდა. მაგრამ ხალხისთვის თუ იქნება არ ვიცი. ივანიშვილის გადაწყვეტილებით კურორტზე ვეღარ მოხვდებიან ტუბერკულოზით დაავადებულები. თუკი აქამდე მედიცინა ამბობდა, რომ ჰაერი აბას თუმანში საუკეთესოა ტუბერკულოზით დაინფიცირებული პაციენტებისთვის. დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეც კი ამბობს, რომ ეს მითი იყო. სერიოზული გარდატეხა მოხდა ტუბერკულოზის მკურნალობაში ბოლო 5-10 წლის მანძილზე. არც ერთ რეკომენდაციაში არ არსებობს არანაირი მინიშნება და მითითება, რომ ჰაერი შეიძლება რამენაირად
იყოს საჭირო პაციენტისთვის არის ეს წამლით თუ წამლის გარეშე. რეაბილიტაცია ესეთი კურორტული ასევე ტუბერკულოზის შემთხვევაში არც ეს არ არის ნაჩვენები და თქვენ რომ ნახოთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გაიდლაინები არსად ამის შესახებ არც ერთ წინადადებას ვერ იპოვით. რეაბილიტაციის ცენტრი რომელიც დღეს შენდება ზოგადად ფილტვის დაავადებებით შემთხვევაში, ანუ არის ესეთი პათოლოგია, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება მაგალითად. ასევე ფილტვის პროფესიული დაავადებები, მაღაროსში მომუშავე ადამიანებში არის ხშირად ესეთი დაავადება, ვისაც ჭირდება ესეთი სარეაბილიტაციო კურსი. ლეგენდა ჩამოყალიბებული ის რომ ჰაერი კურნავს ტუბერკულოზს თანამედროვე მედიცინას უკვე აღარ შეესაბამება ნონსენსი. რეაბილიტაციისთვის აი აქ ჩასუნთქული ჰაერი უფრო კარგია როგორც ექიმს გეკითხებით თუ იქ ქვემოთ ჩასუნთქული ჰაერი? აქ და იქ ახლა თქვენ ისე იძახით გეგონება ეს იყოს საქართველოში ეს იყოს კამჩატკაზე. ახლა მე აგეცეთ კატეგორიებით. აქ რო გავიხედავ, ხედავ რომ დიდი მწვანე ტყეა და იქ არის ხრიოკი. თუ კარგად გაიხედავ დააკვირდით ეზოში არის აბსოლუტურად ფოთლოვანი ხეები, შიგნით უმეტესობა. გარშემო ეს მთები არსად არ მიდის ის მთები იქად. ის ადგილი გაცილებით აერაციის კუთხით არის უკეთესი, იმიტომ რომ იქ ხდება ორი ხეობის ჰაერის ნაკადის შერწყმა. მზე იქ უფრო გვიან ჩადის მთების კონფიგურაციის გამო. დაუბრუნდა სახელმწიფოს მის განკარგვის გავაგრძელოთ თუ ახლა აი ამანთან გადავიდებ, იმიტომ რომ რაც სადაც დავდივარ დამყვება და ესეც საუკეთესო ადგილი გზის პირას კურორტიდან 3 კილომეტრის მოშორებით კლდეებისა და მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების ქვემოთ. ახალი კლინიკის მშენებლობა მალე დასრულდება, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რეგულაციით ტუბერკულოზით დაავადებულები ვერც იქ მოხვდებიან. კლინიკაში მკურნალობას შეძლებენ მხოლოდ განკურნებულები. ჩავუყვეთ ხეობას ქვევით. კურორტის ცენტრში ძველი შენობები ხარაჩოშია. დაბის ცენტრში ყოფილ სკვერში ვეღარ მოხვდები. ისიც კერძოს აკუთრება და ისიც ერთ კაცს ეკუთვნის. აქაც სასტუმრო აშენდება. ზუსტად არ ვიცი რა უნდათ, მაგრამ რაც აბასთუმანში ჩამოვედით, იმ შავი მანქანით დაგვყვებიან და აინტერესებთ რას ვიღებთ. ეხლა ვიმყოფებით ძველი ცისარტყელას ტერიტორიაზე, აი აქედან იწყება კერძოს აკუთრება და ჩვენ ვერ შევალთ, თუმცა აი აქ შენდება სასტუმრო, პანორამა, რომელიც ასევე ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს. თუ იმ ფაქტს დავეყრდნობით, რომ ოლიგარქის ხალხს ჩვენთვის თვალი არ მოუცილებია, გასაკვირი აღარაა. რომ ადგილობრივებს ღიად ლაპარაკი არ შეუძლიათ. გამარჯობა, ბატონო, თქვენ ადგილობრივი ხართ? შეიძლება რომ რამდენიმე კითხვა დაგისვათ? ჩვენ გადაცემა პოსტსკრიპტუმიდან ვართ. არა, დიდი მადლობა. შეიძლება რამდენიმე კითხვა დაგისვათ? გამარჯობა. შეიძლება რამდენიმე კითხვა დაგისვათ? თქვენ შეიძლება რომ კითხოთ? ძალიან მიყვარხართ, ძალიან მომწონს. დიდი მადლობა. შეიძლება რამდენიმე შეკითხვა დაგისვათ? როგორ ბრძანდებით? გადამღები ჯგუფის საქმიანობით ქართული ოცნებიდან აბასთუმნის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიც დაინტერესდა. მასაც ვკითხეთ, რა ხდება მის დაბაში და ასე მოკლე დროში. ყველასგან მივიწყებულმა ხეობამ რატომ მიიქცია ყურადღება. ბოლო რამდენიმე თვეა ინტენსიურად მიმდინარეობს მშენებლობები აბასთუმანში, ხო? ძალიან კარგია რომ მიმდინარეობს. კი, არა, ძალიან მაგარია, მეც გეთანხმებით. უბრალოდ რამდენი ხანია რაც მიმდინარეობს? გაზაფხულიდან უკვე დაწყებულია რა. გაზაფხულიდან. ანუ ივანიშვილი რო ჩამოვიდა და ისვენა, მას შემდეგ ხო ემთხვევა დროში ამ ყველაფერს. კი ბატონო, ცუდი რა არის რა. არაფერი, მე გეუბნებით რომ ცუდია. ძალიან მაგარია რომ ჩამოვიდა და მიეხედა. თორე ხალხი იყო უსაქმური, დაუსაქმებელი. კი ბატონო. არაფერი კეთდებოდა, ხო ხედავთ რა დღეშია ყველაფერი კეთდება. კი ბატონო. აი აქ რა შენდება ბატონო? არ ვიცი. არ იცით? კი არ ვიცით. მაგრამ ქართულ ჯგუფი რო აშენებს იცით? შენდება, კარგია რომ შენდება, არ იგო. რა იყო აქ? ძველად. ძველად იყო საბათმოდი დაშლილი იყო გამარტიზებული. არაფერი აღარ იყო პრინციპში რა. ყველა იყო მუშევარი ხალხი. წელი გაიარე, გრიჟაზე ხალხს ვერ ნახავ, ყველა მუშაობა. კი ბატონო. ძალიან კარგია. მშენებლობა რო დასრულდება, როგორ უნდა დაასაქმოთ თქვენ? თუ თქვენ აგირჩიეს. რა თუ აგირჩიეს, დავასაქმებ და რამდენი რაღაცები შენება და დასაქმება ხალხი. არაფერი იყო და გასაგები. დიდი მადლობა. კურორტზე ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის არ არის, მაგრამ საუკეთესო ადგილები მისი. ან მის დაქვემდებარებაში მყოფი შეყესების საკუთრებაა. უკვე 9 წელია. მას შემდეგ რაც ივანიშვილმა ოჯახთან ერთად გასული წლის ზაფხულში დაბაში დაისვენა.
როგორ, რა დროს და რამდენი იყიდა, უფრო მეტი იცის სამხრეთის კარიბჭის ჟურნალისტმა, რომელიც ივანიშვილის აბასთუმნით დაინტერესების მომენტიდან ამ თემაზე მუშაობს და წერს. სექტემბრიდან, რაც ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა აბასთუმანში, შეჩერდა აბასთუმანი ბაღდათის 60 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია. ეს მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს დაანონსა, რომ გაზაფხულიდან აბასთუმანში შემოიყვანდა ელექტრომობილებს. ადგილობრივებიც ამბობდნენ ჩვენთან საუბარში, რომ აბასთუმნის შესასვლელში მოეწყობოდა პარკინგი, სადაც შეეძლებოდათ გაჩერება მოქალაქეებს თავიანთი ავტომანქანების და შემდეგ უკვე ელექტრომობილებით გადაადგილება. თუ აბასთუმანში წახვალ შიდაწვის ზრავიან მანქანებს სამომავლოდ აქ დააპარკინგებ. ამ უნიკალურ კლდესთან, სადაც განკურნებული პაციენტები გაივლიან რეაბილიტაციას. ხეობაში ან ფეხით უნდა შეხვიდე, ან ელექტრომანქანით ადგილობრივი მოგემსახურება. მათთვის მანქანებსაც ივანიშვილი ყიდულობს, რომ მისი ახალი წალკოტი არაფერმა დააბინძუროს. ეს სახლის გარშემო მიწა, იქეთ ტუბ დისპანსერი ყოფილი, იმის გარშემო ტერიტორია. ანუ აბასთუმანი აბასთუმნელების არის თუ ივანიშვილის? აი კამერა თუ მოაშოროთ, კაი, მოვაშოროთ კამერა.